რა თქმა უნდა, მთავარი თემა არის ქართული ოცნების ეს ინიციატივა გეგმა, რომ ემიგრანტებს აუკრძალოს მონაწილეობა არჩევნებში, სხვა ქვეყნებიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე არის ლაპარაკი. თქვენ როგორ მიიღეთ ეს გეგმა, როგორ აფასებთ ამ ინიციატივას? მოგესალმებით პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად ყველა ემიგრანტს ჰქონდა საშინელი რეაქცია, იყვნენ ძალიან შეშფოთებულები, ყველანი იწერებოდნენ, რომ დაუშვებელია ასეთი რამ და რა თქმა უნდა, არ შეიძლება ჩვენი ხელისუფლება ფაქტობრივად გვიკრძალავს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უმნიშვნელოვანეს უფლებებს, რაც ამდენი წელია ქართულ ხალხს გააჩნია, დაუშვებელია რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილების მიღება და ემიგრანტები მუდმივად გააგრძელებენ გაპროტესტებას, ყოველთვის გამოვლენ და რა გზავნილი არის ეს თქვენთვის? ხომ ემიგრანტები ჩვენ განსაკუთრებით ბოლო წლებში ვნახეთ, რომ ძალიან აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში საქართველოში, რაც მიმდინარეობს. გულისხმობ იმას, რომ ეხმიანებიან იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც ცხოვრობენ აქციებით მაგალითად, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი ვნახეთ ჩვენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც სხვადასხვა ქალაქში, უბნებში ფაქტობრივად რიგები იდგა იმისთვის, რომ მათ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია გამოეხატათ. ახლა რა არის ეს გზავნილი ოცნებისგან, რომ თქვენ არ ხართ, თქვენი პოზიცია არ არის გადამწყვეტი, არ არის საჭირო, არ უნდა იყოთ ამ პოლიტიკურ აქტივობაში და რატომ არის ემიგრანტების დიდი ნაწილი იმაზე ლაპარაკობს, რომ შიში აქვს ქართულ ოცნებას ემიგრანტების მათი ოპოზიციური განწყობების გამო. რა არის მათი გზავნილი და თქვენი პასუხი, ხო? ზუსტად ეს არის მიზეზი, რადგან ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობენ ემიგრანტები, ძალიან დიდი აქტიურობა იყო ასევე არჩევნებზე 2024 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობა და ამ ყველაფრის ფონზე ქართულმა ოცნებამ მხოლოდ 15% დააგროვა. და რა თქმა უნდა, ეს შიშია მათთვის, ეს შინიათ ემიგრანტების, ეს შინიათ იმ ჯანსაღი აზრის, რომელიც ემიგრანტებში არის, ამბობენ, რომ ისინი ებრძვიან პროპაგანდას, თუმცა თვითონაც არ იციან რა არის პროპაგანდა და რას ეძახიან პროპაგანდას, ის რომ ემიგრანტები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, შეუძლიათ ყველაფრის ნაცვლად დანახვა, შეუძლიათ აზროვნება, შეუძლიათ ჯანსაღად ყველაფრის განსჯა, ამას ეძახიან პროპაგანდას, ის რომ ჯანსაღი გარემოა ევროპაში და ამ ყველაფერს ჩვენ შორიდან ვხედავთ. ეს არის მათთვის საშიში და ამიტომ ემიგრანტები ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ძალას წარმოადგენენ, თან საკმაოდ ბევრნი ვართ და ბოლო წლის განმავლობაში განსაკუთრებით ნათლი ვხედავთ, რამდენი აქცია იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, უამრავი ადამიანია ჩართული, უამრავი ადამიანი გამოდის, უამრავი ადამიანი აპროტესტებს, ამ ყველაფერს ხედავენ და შორიდან ემიგრანტებს ეძახიან დაფინანსებულ მართულ ძალას და ეს არის ძალიან დიდი უპატივცემულობა პირველ რიგში ემიგრანტების მიმართ და ის ადამიანებიც უბრალოდ ოცნების ამომრჩევლებს გულისხმობ, ძალიან უარყოფითად საუბრობენ ემიგრანტებზე, რაც ძალიან საწყენია, რადგან ამდენი წლის განმავლობაში ქვეყანა თუ ფეხს ედგას და იმ მდგომარეობაში არის, რა მდგომარეობაშიც ვართ, არის ძალიან დიდი დამსახურება ემიგრანტების. ბევრად უარესად იქნებოდა ჩვენი ეკონომიკა და ბევრად უარესად იქნებოდა ყველა ოჯახი საქართველოში. ის რომ ვალუტის კურსი იმაზე უარესი არ არის ვიდრე ახლა და ასე შემდეგ, აღარ ჩამოვთვლი დეტალებს, ეს ყველაფერი არის ემიგრანტების ძალიან დიდი დამსახურება. მიზეზი რის გამოც კიდევ ერთ რის გამოც უნდათ რომ ეს უკაცრავად კი ბატონო, არჩევნებში შეუზღუდონ მონაწილეობა შეუზღუდონ. ეს არის ის გავლენა, რომელსაც საზღვარგარეთ თვითონ ვერ ავრცელებენ. ნინი, აი ამაზე მინდოდა მეკითხა. არჩევნების შედეგებმაც 2024 წელს ფაქტობრივად აჩვენა ემიგრანტების განწყობები, მაგრამ ახლა ოცნება რომ შიშობს თითქოს იმაზე, რომ ემიგრანტები შესაძლოა უცხო ძალის გავლენის ქვეშ მოექცნენ. მაგრამ თქვენ რადგან იცნობთ ბევრ ემიგრანტს მათი განწყობები როგორია იმ პროპაგანდაზე, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან ძალიან აქტიურად ისმის და საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე მოქმედებს კიდეც. ისინი როგორ უყურებენ ხო ამ deep state-ის შესახებ თეორიებს და ასე შემდეგ? სასაცილო უბრალოდ როგორ არ ვიცი ამაზე რა უნდა გიპასუხოთ, წარმოუდგენელია, რომელ პროპაგანდაზეა საუბარი, რას ეძახიან პროპაგანდას, ის რომ ქუჩაში რო გავდივართ, ვხედავთ
ჯანსაღ გარემოს, ის რომ ადამიანის შრომითი უფლებებია დაცული, განათლების უფლებებია დაცული, ჯანდაცვის სისტემაა გამართული, ამას თუ პროპაგანდას ეძახიან და ამაში თუ გადანაშაულებენ, რომ ამის მსხვერპლი ვართ, კი ბატონო, მაშინ დაარქვან ამას პროპაგანდა და ვიტყვით ჩვენს, რომ კი ბატონო ვართ პროპაგანდის მსხვერპლი, მაგრამ ის რეალობა, რაც არის საქართველოში, თუნდაც ის, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც შიშით ხარს უჭერენ ქართულ ოცნებას, არიან ძალიან დიდი გავლენის და შანტაჟის მსხვერპლნი. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობენ, ის ადამიანები, რომლებიც შემწეობას იღებენ, სოციალურ დახმარებას და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს გულწრფელად ემუქრებიან, უშვებენ სამსახურიდან, უწყვეტენ დახმარებას, სოციალურ დახმარებას და ამის გამო ადამიანები არიან შეშინებულები, ვერ იღებენ ხმას და ამის ხარჯზე აქვს თუნდაც ის პროცენტული რაოდენობა არჩევნებში, რაც აქვთ გაყალბების გარდა. იმიტომ რომ ადამიანებს აშინებენ და საზღვარგარეთ ამას ვერ გააკეთებენ. ემიგრანტებზე ამ გავლენას ვერ გაავრცელებენ. ემიგრანტები არ არიან მათ საჯარო სამსახურზე დამოკიდებული, მათ შემოსავალზე დამოკიდებული, მათ ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ. და ემიგრანტები არიან გათავისუფლებული აი ამ ძალადობისგან და სწორედ ამიტომ ვერანაირ გავლენას და აი გეგმაც დაგისახათ ქართულმა ოცნებამ, რომ არჩევნების დღეს ჩამოდითო, თუნდაც ერთი დღე საქართველოში ყოფნაო, თქვენ მოგცემთ საშუალებას, რომ კარგად გაერკვეთ რა ვითარება არის ქვეყანაში და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოთ. ჯერ ერთი როგორ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქ შრომობს, ხო, უწყვეტად რომ ოჯახები არჩინოს. ძალიან ბევრი იქ წასულია სამკურნალოდ ან შვილები ყავს წაყვანილი, შვილი ყავს წაყვანილი სამკურნალოდ და ასე მარტივი ერთი დღით საქართველოში ჩამოსვლა ქართული ოცნების მიერ დადგენილ ვადაში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ყველამ ასე ერთდროულად შეძლოს? ესეც სასაცილოა, რა თქმა უნდა, ერთ დღეში თუ გონიათ, რომ თუ ჩვენ აქ პროპაგანდის გავლენის ქვეშ ვარ და ჩვენ ჩამოვალთ საქართველოში და ერთ დღეში აზრს შევიცვლით და ისეთი რეალობა დაგვწდება, ან რა რეალობას გვახვედრებენ მაინტერესებს, რომ აზრი შეგვაცვლევინონ და მათკენ გადაგვიბირონ, მართლა სასაცილოა და თან აქედან ისედაც ჩამოვდივართ ემიგრანტები, ისედაც ვართ და ვატარებთ დროს საქართველოში, არ ვცხოვრობთ შუა საუკუნეებში, არსებობს ძალიან ბევრი საშუალება იმისთვის, რომ ვიცოდეთ ყოველდღიურად ქვეყანაში რა ხდება, ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, ასე რომ ესეც არის ერთ-ერთი რაღაცა თითიდან გამოწვეული მიზეზი, რაც ნიშნავს ჩამოხვიდე. ეს ასევე როგორც ქართული ოცნების ამორჩეველი, როგორც ამბობს და ბოლო პერიოდში, რასაც ვაკვირდები, არის ძალიან დიდი უპატივცემულობა ემიგრანტების მიმართ და ძალიან ხშირად ამუნათებენ ხოლმე, რომ თქვენ საზღვარგარეთ ცხოვრობთ, თქვენი ქვეყანა მიატოვეთ, თქვენ არ გაინტერესებთ და ასე შემდეგ და მიხედეთ თქვენ საქმებს, ნუ ერევით ქვეყნის შიდა პრობლემებში და ეს არის, არ ვიცი, კიდევ გაუბონარისი თავხედა, რასაც ქართული ოცნება და მათი ამორჩევლები ემიგრანტებს ეუბნებიან, იგივეა, როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენ თუ ჩვენს ქვეყანაში არ ხარ, შენ თუ საზღვარგარეთ ცხოვრობ, შენ არ გაქვს უფლება, უუფლებო ხარ, ანუ შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, მოქალაქეობას ჩამოგვართმევენ, საზღვარზე არ გამოგვიშვებენ თუ რას გააკეთებენ. ან რატომ გონიათ, რომ მაგალითად ერთ დღეს ადგა მართლა ამდენი ემიგრანტი, ვინც კი საზღვარგარეთ არის და ჩამოვიდა. რატო აქვთ იმედი, რომ 15%-ზე მეტი ექნება და იგივე შედეგებს არ დადებენ ემიგრანტები საქართველოშიც, რაც საზღვარგარეთ დადეს. და ნინია, თქვენ ხართ მოძრაობა ქარების წევრი, ხო? ეს არის მოძრაობა, რომელიც სხვადასხვა ქალაქს აერთიანებს სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც მუდმივად მართავენ საპროტესტო აქციებს და მუდმივად ეხმიანებიან ამ პოლიტიკურ პროცესებს, რაც ხდება საქართველოში. ახლა 28-ში არის დაგეგმილი დიდი აქცია თბილისში და დაგეგმილი არის ბევრ ევროპულ ქალაქში, არა მარტო ევროპის, ამერიკაშიც არის დაგეგმილი, ხო, ეს აქციები. ზუსტად რომ გითხრათ, რამდენი ქალაქი მოიცვა უკვე ამ გეგმამ, კონკრეტული გეგმა თუ გაქვთ ამ დღეისთვის, რა იქნება, რა მოხდება? კი ბატონო, ზოგადად როცა მნიშვნელოვანი თარიღები არის, ყოველთვის გეგმავთ კამპანიებს და ვცდილობთ, რომ საქართველოში გამართულ აქციებს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი სხვადასხვა ქალაქიდან შეუერთდეს. ახლაც 28-29 ნოემბრისთვის გავაკეთეთ კამპანია, დავგეგმეთ კამპანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა და ისევ დაანახოს ემიგრაციამ თავისი ძალა, დაანახოს მხარდაჭერა და
გავაჩვენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ისინი მარტო არ არიან ემიგრანტები, რეალურად მართლა ძალიან ბევრს აკეთებენ ქვეყნისთვის. შეიძლება ყოველდღე არ არის აქციები და ისინი ვერ ახერხებენ, რომ ეს უწყვეტი აქციები გამართონ ყოველდღიურად, თუმცა ძალიან ბევრს აკეთებენ, თუნდაც იმ შეტყობინებების სახით, სხვადასხვა პეტიციების სახით და ასე შემდეგ, რასაც ევროპის ლიდერებთან და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან გზავნიან. ახლაც დაახლოებით 10 ქალაქამდეა თუ არ ვცდები ჩართული ველოდებით ყოველდღიურად, იმიტომ რომ ჯერ დრო არის იქამდე და როგორც წესი 25-30 ქალაქამდე ყოველთვის არის ხოლმე მინიმუმი ჩართვა, როცა კამპანიას გეგმავთ და იმის გარდაც იგეგმება აქციები და ემიგრანტები გეგმავენ უწყვეტად აქციებს, სანამ საქართველოში ის პრობლემები არ მოგვარდება, რა პრობლემებიც დღეს არის.